სახეზე მქონდა. წლისა და 7 თვის გიორგი ზუბაშვილი, როგორც მშობლები ამბობენ, იაშვილის სახელობის კლინიკაში გულის მანკით 13 მარტს გარდაიცვალა. მრავალშვილიან ოჯახს კიდევ 2 მცირეწლოვანი ყავს გარდაცვლილი, ერთი ასთმით, მეორე კი ფილტვების ანთებით. ზუბაშვილები ამბობენ, რომ ვიდრე აღნიშნული შედეგის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებას ყურადღება არაერთხელ მოსთხოვეს. არანაირი შემოთავაზება არ იყო, ჩემო კარგო. თუ აი ეთქვათ, რომ წამოდით იმ ბავშვითა ერთად და იმასა, მამა ურიკამდა, თუ ადგილია რაღაცაიო, გადავგზავნოთ ცოტა ხანი ბავშვთა სახლშიო. ხო და მათ უთხრეს არანაირი ადგილი არ არისო, რომ ის იყოსო რა, რომ გადავგზავნოთ, არა. ტყუილი ამ ბავშვზე არავის შემოუთავაზია, რომ გინდა იქ გადავგზავნოთ, გინდა იქ. ეხლა გამოჩნდნენ პატრონები, როცა დამეღუპნენ, ვითომ ესენი გადავგზავნდა. ეხლა ესენი გაზრდილები მყანან და აღარსად აღარ გადავგზავნი მე. ამათ მეც მივხედე. დედისგან ბავშვების დროებით დაშორებაზე სოციალურ სამსახურში დღეს უკვე აქტიურად მსჯელობენ. თანამშრომლების ინფორმაციით, ზუბაშვილებთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება მათი მხრიდან დაგვიანებით არ დაწყებულა, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს თავად დედა უშლიდა, რის მაგალითადაც სოციალურ სამსახურში ხათუნა სირენაშვილის უფროს გოგოსთან ერთად თავშესაფარში გადაყვანას ასახელებენ. სამხალბატონს უწევდა სამთვიან პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ თვე ნახევარში დატოვა თავშესაფარი მხალბატონმა და დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს. მომზადება დასკვნა დასკვნის საფუძველზე შეზღუდვა საჭილიშევა სასამართლოში მშობლის უფლების წარმომადგენლობით შეზღუდვასთან დაკავშირებით. დროებით ეს ბავშვები გამოვიყვანოთ, ან განვათავსოთ მინდობით აღდაში, ან საოჯახო ტიპის სახლი, ან ბავშვთა სახლი შევთავაზოთ. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების განხორციელებას სოციალური სამსახური მაშინ ახდენს, როდესაც ბავშვი არაჯანსაღ გარემოში იზრდება, ან როდესაც მშობელი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს მის აღზრდასა და ჯანმრთელობას. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ბავშვზე ხორციელდება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ან იგნორირება ბავშვის მოთხოვნილებების ან უგულებელყოფა ბავშვის საჭიროებების, აი ასეთ შემთხვევაში ბავშვი რა თქმა უნდა გაერიდოს არსებულ გარემოს, რათა ელემენტარულად ფიზიკურად გადარჩეს ის და შეექმნას ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის გარკვეული პირობები. რამდენად ნორმალურ პირობებში იზრდებოდნენ ზუბაშვილების ოჯახში ბავშვები, ამ საკითხზე საუბრისგან ვარიანში თავს იკავებენ. ზოგიერთი მათგანი კი აღნიშნავს, რომ მშობლებს ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე მათი სათანადო მოვლა უჭირდათ. განაპირობა ის რომ ბავშვი დაიღუპა და ვერ ქონდა მოვლის საშუალება. შეიძლება ვერულის რა ვიცი, ვერულის არ ვიცი. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, იურისტები ბავშვებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის არსებობაზე მიუთითებენ. კეთი ბებიაშვილის განმარტებით, რა თქმა უნდა, ადეკვატური ზომები პირველ რიგში მშობელს უნდა მიეღო, ვიდრე სავალალო შედეგებამდე მივიდოდა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელ ღონისძიებებსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ბავშვთან მიმართებაში პასუხისმგებლობა აქვს ორ მხარეს, ერთი არის მშობელი და მეორე არის სახელმწიფო. სახელმწიფოს აქვს უფრო მეტად სწორად ჩამოსაყალიბებელი პოლიტიკა ბავშვის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ბავშვთა უფლებათა კონვენცია ცალსახად განსაზღვრავს ერთ საკითხს, რომ უპირველესად სახელმწიფომ, ზოგადად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მშობლის დასაქმებაზე, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი შვილის ჯანმრთელობა, განათლება და სხვა საკითხები და მხოლოდ შემდგომ არის ის საკითხი, რომ თუ მშობელი მიუხედავად იმისა, რომ არის უზრუნველყოფილი, არ ახდენს ბავშვის ინტერესების დაცვას, მოხდეს მისთვის უფლების შეზღუდვა. შვილებთან დაშორებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხათუნა სირენაშვილი და ამბობს, რომ მათ დათმობას დროებითაც არ აპირებს. 3 გარდაცვლილის გარდა მას კიდევ 6 შვილი დარჩა. 2 პირველი ქორწინებიდან, დანარჩენი კი მეორედან. შეზღუდება თუ არა მშობლის უფლება მას და რა ვადით ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური სამსახურის ელოდება.